გენერალურ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება გამოკითხვების სერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში. უკვე რამდენიმე დღეა, რაც გამომძიებლები ერთმანეთის მიყოლებით კითხავენ როგორც ვეტერანებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთის ომის დროს მაღალ თანამდებობას იკავებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ დატოვა გენერალური პროკურატურის შენობა ქართული ოცნების ერთ-ერთმა გულმხურვალე მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების კითხვებს და როგორც გოგა ხაინდრავამ იქამდე ვიდრე შევიდოდა პროკურატურაში განაცხადა, მას თან ჰქონდა მეხსიერების ბარათი, რომელზეც იყო ვიდეო მტკიცებულებები, როგორც თავად ამბობს იმის დამადასტურებელი, რომ აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეებს ცვლიდნენ და იმ განცხადებას, რომელიც გიორგი ბარამიძემ გააკეთა, ადგილი არ ჰქონია. გოგა ხაინდრავა აფხაზეთის ომის დროს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა და შესაბამისად ამიტომ არის საინტერესო პროკურატურისთვის მისი გამოკითხვა. მან ღალატი და ბოროტი ცილის წამება უწოდა დღეს გიორგი ბარამიძის განცხადებას და შეიძლება ითქვას, რომ არ დაიშურა გიორგი ბარამიძის ლანძღვა დღეს მედიასთან. თუმცა აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ გოგა ხაინდრავისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ გიორგი ბარამიძის ლანძღვა და მან იერიში ჩვენზეც მიიტანა, მისთვის როგორც ჩანს ჩვენი მიკროფონის გამოჩენაც კი გახდა გამაღიზიანებელი და ამის შემდგომ უკვე ტვ1-ის ლანძღვაზეც კი გადავიდა გოგა ხაინდრავა და როგორც ჩანს მისთვის ქართული ოცნების ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერისთვის და მისი გულშემატკივრისთვის, როგორც ჩანს, კრიტიკული კითხვების დამსმელი მედიის გამოჩენა არის აგრესიის გამოწვევი. ეს არის ბოროტი ცილის წამება, ეს არის იმ ქვეყნის ღალატი და იმ ხალხის ღალატი, რომლის მოქალაქეთაც თulit შენ თავს მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი. ომის დროს აფხაზეთში არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი საბუთები მაქვს, აი ახმედევ სლეშკა, რომელიც მიმაქვს ახლა პროკურატურაში, სადაც იქნება ნათლად ნაჩვენები აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის. ეს აქ სურათი ნათელია, აქ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ბარამიძე არის გარეწარი, ისევე როგორც სააკაშვილი არის გარეწარი, რომელსაც არაფერი საქმე არ ქონია აფხაზეთში და იქ თურმე ბარამიძესთან ერთად დადიოდნენ ტყვეების გამოსას. ეს არის სიცრუე თავიდან ბოლომდე, როგორც თვითონ არიან სიცრუე ნაციონალური მოძრაობა და ეს ტელევიზია აგერო დგას რა. სიცრუის ბუდე, აი ეს კალბატონი წარმოადგენს სიცრუის ბუდეს. ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს არის სიმართლე. თქვენ ახართ სიცრუის ბუდე, სიცრუის, იმიტომ რომ ხართ. თქვენ ახართ მაყარები. რატომ მაინტერესებს? იმიტომ რომ ტყუის იძახით, თქვენ წინ მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებას არ დადგომია, რა კონკრეტულ ნაწილს? მაინტერესებს უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ ბატონო გოგა? რატომ ვიქნება? აგერ ნახე ჩარდება ნახავ. ეგ თქვენ თუ ეგრე ფიქრობთ ყველაფერზე არ ვიცი. სიმართლე არ გსიამოვნებთ ბატონო გოგა. ესეთ დროს, უადგილო დროს, ესეთ განცხადებას აკეთებენ შეგვეთით. თან ტყუის. ბარამიძესთან მე ბოლო 3 დღე სოხუმის დაცემისას. ერთად გავატარეთ გიგაბოკერია სხვადასხვას. იქ სხვებიც იყვნენ. ფრონტის ხაზზე ის არავის არ უნახავს. აი ეს ცილის წამება კი არა. იქ რო იყო დავხრეთდი. იმდენად ნაძირლური განცხადება. გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება ორი მძიმე მუხლით რამდენიმე დღეა, რაც დაწყებული აქვს. ეს არის სამშობლოს ღალატი და საბოტაჟის მუხლი და სწორედ რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად აგროვებს საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი ბარამიძის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ჩვენებებს და ერთმანეთის მიყოლებით კითხავს როგორც ვეტერანებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთის ომის დროს თანამდებობებს იკავებდნენ. დღეს ვეტერანებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა მათ შორის კობალი კლიკაძეს, ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი და ამჟამად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელიც, რომელიც დღეს ამბობდა იმას, რომ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასების დროს, რომ ეს არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის საკითხი და ის ამბობს ასევე იმასაც, რომ მართალია ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია აფხაზეთის ომის დროს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყოს უნებლიე შეცდომა, რომელიც გიორგი ბარამიძემ დაუშვა და ეს სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანს დაემართოს, როდესაც მძიმე წარსულში
წარსულის ისტორიებს იხსენებს და საკუთარ მაგალითზეც ამახვილებს ის ყურადღებას, როდესაც მას რამდენიმე დღის წინ ჩვენი ეთერის გადაცემის დღის ამბების ეთერის დროს მან განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს ექიმებმა გორის ჰოსპიტალი დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს და ეს ამ განცხადებას შემდეგ უკვე მწვავე გამოხმაურება მოხდა ექიმების მხრიდან, ვინც აგვისტოს ომის დროს გორში მსახურობდნენ და ასევე მოღვაწეობდნენ და შესაბამისად როგორც კობა ლიკლიკაძე ამბობდა, ეს იყო მისი მხრიდან დაშვებული შეცდომა, რომელიც სრულიად შემთხვევით მოუვიდა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა და ასე ამბობდა ასევე დღეს მათ შორის გიორგი ბარამიძის მისამართითაც, რომ შესაძლოა მას ეს შეცდომა შემთხვევით მოსვლო და ამიტომ ის გამორიცხავს იმას, რომ ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საქმე უნდა მიმდინარეობდეს და რომ გიორგი ბარამიძეს ხელმურგილები დაადო. დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში მონაწილეობდნენ პირადად მე და რას წარმოადგენს ჩემი გამოცდილება, რომ თუ მე მიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად ბატონი გიორგი იქ არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გასვლის პროცესში. მსმენია ჩემი კოლეგებისგან. გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც როგორც თქვენ მასე მიკროფონით შავწერე აფხაზი ტყვე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გასვლის პროცესის დროს, რომელსაც ინტერვიუში მაშინ თქვა, რომ ძალიან კარგად ეკვლობოდნენ ქართველები. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და არ უნდა იყოს გამბედაო, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიში ყველაფერი მოგვარდებოდა. თუ იქნება ჩემი აზრი გადამწყვეტი, მე არ მიმაჩნია სწორად, რომ გია ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა პიროვნება ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია უკვე რუსეთს აქვს საცემო და არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ იყო ნამდვილად სამხედრო მედიკოსების ღვაწლის ძალიან შელახვა. ეს განზრახვა არ მქონია, რადგან ჩართული სიტყვა, როგორც ამბობდნენ, ჩართვის მომენტში თქვენ ეთერში გამოვრჩა, ცალსახად ვინანიებ ამას და ყველა სათითაოდ ვუხდი სამხედრო მედიკოსებს ამის გამო ბოდიშს. ეს შეიძლება ითქვას იმ კატეგორიის შეცდომა, რომელიც ალბათ იშვიათად გამისწვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე არაერთი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა ამ დრომდე ისევ არ არის დაბარებული თავად გიორგი ბარამიძე აღნიშნული საქმის ფარგლებში. ის აპირებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გასცეს კითხვებს პასუხი და ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება გამოძიება და საბოლოოდ მივა თუ არა იქამდე, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს მისი განცხადების გამო ხელმურგილები დაადონ ორი უმძიმესი მუხლით, რაც სამშობლოს ხალხს და საბოტაჟს გულისხმობს. თავად გიორგი ბარამიძე კი ამბობს იმას, რომ ეს ვიდეო კადრები და ინტერვიუდან ამონარიდი სრულიად სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ის ამბობს, რომ ნამდვილად არ გულისხმობდა თავად ტყვეების დახვრეტას მის ინტერვიუში.